საქართველოს გენდერული თანასწორობის ქსელის წარმომადგენლები ხულოს მუნიციპალიტეტში მოღვაწე ლიდერ ქალბატონებს შეხვდნენ. მათ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალების ჩართულობაზე, პროპორციულ სიებში გენდერული თანასწორობის დაცვაზე და ქალებზე როგორც წარმატებულ პოლიტიკოსებზე ისაუბრეს. სამუშაო სახის შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრის მიზანი ლიდერ და პოლიტიკურად აქტიური ქალბატონების გადაწყვეტილების მიმღებთა რიგებში ჩაბმა, გენდერულ საკითხებში მათი ცნობიერების ამაღლება და არჩევნებში მაქსიმალური ჩართულობაა. გვინდა რომ ქალები იყვნენ რაც შეიძლება მეტი წარმოდგენილი 2014 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში. იმიტომ რომ ეს არის თანასწორობის სამართლიანობის ერთ-ერთი პრინციპი. ქალები საჭირო არიან, კი არა აუცილებელი არიან ყველა ორგანოში მოღვაწეობდნენ და იყვნენ სხვადასხვა დაწესებულებები იქნება თუ ორგანიზაციები იქნება თუ არჩევნები იქნება თუ ყველგან იყვნენ აქტიური მონაწილე და რაოდენობითაც ბევრი თუ არა 50% რომ მაინც იქნებოდეს ქალები. ეს შეხვედრები გაგრძელდება აუცილებლად და ეს ემსახურება იმას, რომ ქალები გააქტიურდნენ, ქალები მოვიდნენ პოლიტიკაში და ბევრი ქალი ვიხილოთ ქართულ პოლიტიკაში. რამდენად მივაღწევთ მიზანს, არ ვიცი, მაგრამ ბრძოლას ვაგრძელებთ.